მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც უბრალოება. ციტატის ავტორია მე-18 საუკუნის ფრანგი მწერალი და განმანათლებელი დენი დიდრო. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, ტრადიციულად შეგახსენებთ თხოვნას, რომ გამოიწეროთ არხი ციტატა და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. ეს ციტატა ისე მეძვირფასება, თითქოს ჩემი ნათქვამი იყოს. ინტერვიუს დროს ბევრი სტუმრისთვის მიკითხავს, უბრალოება შინაგანია თუ გარეგანი მეთქი. მინდოდა რომ ამ თემაზე ესაუბროთ და ზოგი ასე პასუხობდა, ზოგი ისე. უბრალო ადამიანი ჩემთვის არც ბუნებრივ ადამიანს ნიშნავს და არც უშუალოს, ორივეზე ბევრად მეტია. უბრალო ადამიანი ჩემთვის ლამის ადამიანის იდეალია, ეს არის ის, რაც მე მიყვარს და რასაც უაღრესად დიდ პატივს ვცემ. იმით დავიწყოთ, რომ ჩემთვის და ალბათ ყველასთვის უბრალო ადამიანი პირველ რიგში შორს არის ხელოვნურობისგან, იმიტომ რომ უბრალოებაში მთავარია შინაარსი, ხელოვნურობა კი მოგეხსენებათ ფორმას ეხება. ერთ ამბავს გავიხსენებ. როდესაც ჟურნალისტიკაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, გაზეთ კავკასიონის საპარლამენტო კორესპონდენტი ვიყავი. გაზეთის მკითხველებს ყოველდღე უყვებოდი, რა ხდებოდა საქართველოს პარლამენტში. ეს ძალიან საინტერესო პარლამენტი იყო და ამიტომ მოსაყოლიც იყო ბევრი, რა თქმა უნდა. მაშინ გაზეთები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ყველა გაზეთს კითხულობდა და ამიტომ სხვადასხვა გაზეთის რედაქციას თავისი მთავარი ინტელექტუალური ბირთვი გადასროლილი ყავდა პარლამენტში. და ამის შედეგი ის გამოვიდა, რომ საპარლამენტო მიმოხილვები სხვადასხვა გაზეთში გამოირჩეოდა ერთგვარი ხელოვნური ღვარჭრილი სტილით და ამ სტატიებიდან მკითხველი ბევრს ვერაფერს გაიგებდა, იმის გარდა რომ ავტორი ძალიან ჭკვიანია. მე ჟურნალისტიკაში კი გამოცდელი ვიყავი, მაგრამ სხვა გამოცდილებები მქონდა და ამიტომ შემეძლო, რომ ჩემს კოლეგებთან ამ რაღაც ინტელექტუალურ ჭიდილში შემსულიყავი და გამარჯვებისთვის მებრძოლა, მაგრამ ორმა ფაქტორმა გადამარჩინა. პირველი იმან, რომ ამ დროს უკვე სკოლაში მუშაობის 10 წლის გამოცდილება მქონდა და ახსნა მიმაჩნდა ჩემს მთავარ საქმედ, მიყვარდა და დღემდე მიყვარს და მიმაჩნდა მაშინ, რომ ახსნა ჩემი ძლიერი მხარეა სხვებთან შედარებით. და მეორე ფაქტორი კი ის იყო, რომ გაზეთ კავკასიონის რედაქციას მაშინ ის ხალხი ხელმძღვანელობდა, რომელიც დაბეჯითებით მიხსნიდა, რომ ამბავი უნდა მომეყოლა მარტივი წინადადებებით, ძალიან უბრალოდ, მაგრამ უნდა გადმომეცა შინაარსი ღრმად და უნდა დავკვირვებოდი დეტალებს, რომ პროცესის არსი სწორად გამეგო და სწორად ამეხსნა, მკითხველი შეცდომაში არ შემეყვანა. იმ პერიოდის ჩემი მიმოხილვებით ახლაც კმაყოფილი ვარ, სწორედ იმიტომ, რომ ამბებს მართლაც უბრალოდ და სწორად უყვებოდი. როგორც თქვი, გამოცდელი ვიყავი ჟურნალისტიკაში და ძალიან მიხარია, რომ ამ ცდუნებას არ ავყევი და ხელოვნურობის ლაბირინთში სადღაც არ გავიჭედე და სადღაც არ ჩავიკარგე. დღემდე იმას ვცდილობ, რომ სწორად დავისვაცვა ბალანსი სიღრმესა და გადმოცემის ხელმისაწვდომობას შორის და ეს პოდკასტიც ციტატა ჩემთვის სწორედ მორიგი ასპარეზია, რომ თქვენ შემოგთავაზოთ ღრმა შინაარსი და მარტივი ფორმა. ახლა სხვა მაგალითით განვმარტავ, რას გულისხმობ. ჩემთვის ყველაზე უბრალო პოეტი არის აკაკი წერეთელი, რომლის ლექსების მარტივ ფორმაში ღრმა აზრიდებს. გავიხსენოთ ლექსი სულიკო, რომელიც მარტივი ფორმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და დასამახსოვრებელი ნიმუშია. საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე დაკარგულიყო, გულამოსკვნილი ვჩიოდი, სადახარ ჩემო სულიკო. ამაზე მარტივი რაღა უნდა იყოს. მაგრამ თუ გახსოვთ ეს ლექსი როგორ გრძელდება. ლირიკული გმირი ეძებს დაკარგულ სატრფოს, თვალს მოკრავს ვარდს და ეკითხება, სულიკო ხომ არ ხარო? და თითქოს ვარდი უდასტურებს, დიახ, ის არის სულიკო. შემდეგ ბულბულს მოკრავს თვალს ჰაერში და მას ეკითხება, რომ ჩემი სატრფო ხომ არ ხარო და თითქოს ბულბულიც უდასტურებს და შემდეგ
ცაში დაინახავს ვარსკვლავს და აღტაცებული ეკითხება სულიკო ხარო და ვარსკვლავიც ციმციმით დაუდასტურებს და თანხმობას ეტყვის და ბოლოს პოეტს ნიავი ჩასჩურჩულებს. ეგ არის რასაც ეძებდი, მორჩი და მოისვენეო, დღე დაიღამე აც ტკბილად და ღამე გაითენეო, სამად დაშლილა ის ერთი, ვარსკვლავად ბულბულ ვარდადო, თქვენ ერთმანეთი რადგანაც ამ ქვეყნად შეგიყვარდათო. პოეტი რწმუნდება, რომ მისი სატრფო არის მიწაზეც, ჰაერშიც, ზეცაშიც და მასთან ურთიერთობა შეუძლია სამი ფორმით, შეუძლია დაყრდნოსოს ვარდს, შეუძლია მოусმინოს ბულბულს და შეუძლია უჭვრიტოს ვარსკვლავს. და ამიტომაც ამბობს, ისევ გამეხსნა სიცოცხლე, დღემდე რომ მწარედ კრულ იყო. ეს ლექსი სამყაროს ერთიანობაზეა, რა თქმა უნდა, და იმაზე, რომ დანაკარგი არ არსებობს, მხოლოდ ფორმები იცვლება და თუ ადამიანში სიყვარული არის ცოცხალი, ის თავის სიყვარულის ობიექტს მიაგნებს ყველაფერში, რაც კი ღმერთს შეუქმნია, მიწაზეც, ჰაერშიც და ზეცაზეც. სიყვარულის უსასრულობა არის ადამიანისთვის სიცოცხლის მიმცემი ძალა და აი ამას გვეუბნება ჩვენთვის ასეთი საყვარელი და უბრალო ლექსი და აღარ აქვს მნიშვნელობა სულიკო ქალია, სამშობლოა თუ რამ სხვა, რისი სიყვარულიც პოეტს აცოცხლებს. ახლა ადამიანების უბრალოებას დავუბრუნდები. წინა გადაცემაში ვთქვი, რომ მეცნიერების აზრით სოციალური სამყარო, ესე იგი სამყარო, რომელშიც ადამიანები ურთიერთობენ, უფრო მეტად ეჭვზე არის დაფუძნებული, ვიდრე ნდობაზე და ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ ევოლუციური თვალსაზრისით უცხოს მიმართ უნდობლობა იყო გადარჩენის მთავარი გარანტი. ხო და უბრალოება ამის საპირისპიროა, უბრალოება არის სიგნალი, რომ გარემო უსაფრთხოა და რომ ერთი ადამიანი არის აბსოლუტურად უსაფრთხო მეორე ადამიანისთვის და სწორედ ეს არის მათი დაახლოების მთავარი პირობა. როცა თავის დროზე პოეტს და ფოლკლორისტს ეთერ თათარაიძეს დღევანდელი ციტატიდან გამომდინარე ვკითხე, რომ ეს უბრალოება ადამიანებს რატომ აახლოებს, მეთქი დაუყოვნებლად დაფიქრების გარეშე მიპასუხა ციტატა. ალბათ ბევრი თამაშობს და ამ ბევრში უბრალო ეძებს უბრალოს, თუ იპოვის ეწებება. ციტატის დასასრული. ჩემი აზრით არის შესანიშნავი პასუხი. უბრალოება მართლაც ნიშნავს კეთილსინდისიერებას ადამიანების ურთიერთობაში, როცა შენი სიტყვა არის მარტივი, გამჭვირვალე, ორიენტირებულია შინაარსზე და რაც მთავარია მეორე ადამიანის მიმართ ნამდვილ ჭეშმარიტ ინტერესზე. და ამიტომ მგონია, რომ უბრალოება არის ერთგვარი ფილტრი, რომელიც ურთიერთობაში აშორებს ადამიანებს ყველაფერს ზედმეტს და ტოვებს წმინდა ჰუმანურობას. უბრალოებაში ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ საერთოდ არ ეშინია თუ ვინმე მას სიმარტივეში, პრიმიტივიზმში აურევს, იმიტომ რომ იმდენად არის შინაარსი დახუნძლული, რომ ამის დარდი არ აქვს თუ ვინმე მას ვერ ამოიცნობს. და არც იმის შიში აქვს უბრალოებას, რომ ყველაფერი ხელოვნური მასზე ლამაზია. აი გავიხსენოთ სოციალური ქსელები, თავისი ფილტრებით, მონტაჟით და ათასი კიდევ სხვა ხერხით, რომელიც ბუნებრივ ადამიანს აძლევს საშუალება, რომ თავის თავს აჯობოს და რომ ადამიან ბუნებრივზე ბევრად მიმზიდველი გამოვიდეს ადამიანი ხელოვნური, ანუ თავისი თავი ხელოვნური. აი ამის საშუალებას იძლევა სოციალური ქსელები. ბუნებრიობა მოყვება დაბადებიდან და შეიძლება სხვათა შორის არც ლამაზი იყოს და არც სოციალურად მისაღები, მაგრამ მაგალითად თუ ადამიანს რამე გააბრაზებს და იჩხუბებს და უხეშად მოიქცევა, ეს შეიძლება იყოს ბუნებრივი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უბრალოების ნიშანი არის ის, როგორც ეს ადამიანი იქცევა. არც ის არის უბრალოება, როდესაც ადამიანი არის ზედმეტად უშუალო გურამ დოჩანაშვილის რომანის სამოსელი პირველის კოლორიტული პერსონაჟივით, კუმეოსავით. დოჩანაშვილი თვითონ დასცინის თავის გმირს, რომელიც იმდენად უშუალო და უკომპლექსო არის, რომ წვეულების დროს, როცა ვიღაც ცუდად გახდება, ისარგებლებს და საკვებს მოიპარავს. ხო და აი ეს კუმეოს მსგავსი უშუალოები
რომლებიც ზედმეტი მორიდების და კომპლექსების გარეშე ავლენენ ამ თავის მტაცებლურ ინსტინქტებს, აგერ პოლიტიკის უმაღლეს ეშელონშიც გამოჩნდნენ. უბრალოება არ არის ის, რაც ბუნებამ მოგვცა. უბრალოება ეს არის ბუნებრიობა, რომელმაც გაიარა კულტურის, ინტელექტის და თვით დისციპლინის ფილტრი და ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ უბრალოება გარეგნულია. ის არის შინაგანი, რადგან დიდი შინაგანი შრომის პროდუქტია და ერთი კი არის, რომ უბრალოება ისე აწესრიგებს, როგორც ჩანს ადამიანის შინაგან სამყაროს, რომ ის თვალშისაცემია გარედანაც. ჩანს ადამიანის სტილში, ადამიანის ქცევაში, ადამიანის საუბარში და მთლიანობაში ჩანს ადამიანის გარეგნობაში და გამოდის, რომ უბრალოება ღრმად შინაგანიც არის და გარეგნულადაც თვალშისაცემია. გაგეცილება და ხელოვნური უბრალოებაც არსებობს. ეს ახასიათებს განსაკუთრებით პოლიტიკოსებს არჩევნების წინა პერიოდში, როდესაც ზემოდან დაეშვებიან ხოლმე ადამიანების გვერდით, რომ აი ჩვენც თქვენსავით უბრალოები ვართო, მაგრამ ხელოვნურ უბრალოებას ვინ ვერაც ამოიცნობს. შეიძლება სხვა რამე შეგეშალოს ადამიანს, მაგრამ ხელოვნური უბრალოება ასე მგონია, რომ არავისთვის ძნელი ამოსაცნობი არ არის და ამით არავინ არ მოტყუდება. სხვათა შორის ლექსიკონში განმარტება კი უბრალოებასთან დაკავშირებით აი ესეთი განმარტება წერია: სისადავე, არაფრით გამორჩეულობა. ხო და იქვე მაგალითად მიუწერიათ ფრაზა და ფრაზა არის ესეთი: უბრალოებით გამოირჩევა. ეს რომ წავიკითხე გამეცინა, იმიტომ რომ ყველა დროსა და სივრცეში მართლაც ადამიანები სხვებისგან გამოირჩევიან თავისი უბრალოებით და ალბათ ამიტომაც მიაგნო ეთერ თათარაიძემ ძალიან სწრაფად წამებში შესანიშნავ პასუხს ჩემ კითხვაზე, რომ ბევრი თამაშობს და ამ ბევრში უბრალო ეძებს უბრალოს და თუ მიაგნებს ეწებებაო. იმედი მაქვს დღევანდელმა ციტატამ დაგაფიქრათ და კითხვაც გამიჩნდა თქვენ მიმართ, უბრალო ადამიანზე პირველი ვინ გაგახსენდათ. ეს ადვილი კითხვა არ არის, იმიტომ რომ უნდა გაიხსენოთ ადამიანი, რომელმაც თავის თავში ყველაფერი ზედმეტი, ყველაფერი დესტრუქციული ჩამოიშორა. მე მაგალითად ძალიან მიჭირს, რომ ახლა ამ კონტექსტში ვინმე სახელი და გვარი შემოგთავაზოთ და ვიცი, რომ თქვენც არ გეხალისებათ ჩემს კითხვებზე პასუხების მოწერა გადაცემის კომენტარების ვაზში, მაგრამ ამჯერად მაინც განსაკუთრებული მოლოდინი მექნება თქვენი პასუხების მიმართ, რა ვიცი, რა ვერსიები გაგიჩნდებათ, იქნებ გაგვთ სურვილი, რომ გამიზიაროთ. დღეს ამით დავასრულებ დენი დიდროს მართლაც შესანიშნავი ციტატის კომენტარს. შევხვდებით ხვალ, მანამდე კი ტრადიციულად კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩემს თხოვნას, რომ გამოიწეროთ ციტატა ჩემი არხი და ამით დამეხმაროთ ამ არხის განვითარებაში. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ.